სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ყოვლად უსამდელოესო მეუფეო, პატიოსანო მამებო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავ სულთმოფენობიდან მესამე კვირას ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ერთხელ, როდესაც უფალ იესო ქრისტეს ბევრი ხალხი მიყვებოდა თან, როდესაც მან დაინახა ეს სიმრავლე, იგი მთაზე ავიდა და მთიდან წარმოთქვა თავისი ქადაგება, რომელმაც სრულიად შეცვალა მსმენელთა წარმოდგენა იმაზე თუ რა არის სიკეთე, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა და რა არის ცხოვრებაში თავარი და მეორე ხარისხოვანი. მან თქვა სიტყვები, რომლებიც დღეს ჩვენ მოვისმინეთ წმინდა სახარებიდან, რომ ნუ ზრუნავთ და ნუ იტყვით, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რა შევიმოსოთ, რადგან ამ ყველაფერს წარმართები ეძებენო, ხოლო თქვენ პირველად ეძიეთ სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი. და ეს ყველაფერი თქვენ შეგემატებათ. და აი ჩვენ კი ამის ნაცვლად პირველ რიგში ვეძებთ რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რით შევიმოსოთ, ანუ მატერიალურ, ამქვეყნიურ კეთილდღეობას და შემდეგ, მხოლოდ შემდეგ ღვთის სასუფეველს. და აი რა გამოდის, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ უფალი გვეუბნება ჩვენ, რომ თუ შენ პირველად ეძებ ღვთის სასუფეველს, ამ ყველაფერ დანარჩენს მატერიალურს მოგცემს ღმერთი. მას ეს უნდა და გვპირდება კიდევაც ამას. და ამის ნაცვლად ჩვენ ვეძებთ იმას, რაც დანამატის სახით ისედაც გვეძლევა. აი ამას ვეძიებთ როგორც უმთავრეს და პირველ ხარისხოვანს. ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, პრიორიტეტებით ჩვენ ცოდავთ და ღმერთს ვშორდებით ამით. და შემდეგ გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავარდი ამა თუ იმ ძიმე განსასწელში და ასე შემდეგ. და იმის მაგივრად, რომ დავფიქრდეთ აი ამ ჩვენ ძიმე ცოდვებზე და გამოვსწორდეთ, თავსაც კი ვიტყუებთ ხოლმე. აი ამიტომ ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ნაკლებია ჭეშმარიტად აღმატებული, დიადი, სულიერი და ქრისტიანული. ვერ ვაკეთებთ ამ ყველაფერს. ჯეროვნად. სწორედ აი ამის გამო, რაც მოგახსენეთ. აი ამ ქადაგებაში უფალ იესო ქრისტეს არ უთქვავს ის, რომ საერთოდ არ ვეძებოთ, რა ვჭამოთ, რა ვსვათ და მატერიალური კეთილდღეობა საერთოდ არ ვეძებოთ, რომ ეს ჩვენ არ გვჭირდება და არ უნდა ვიშრომოთ ამის მოსაპოვებლად. ვინაიდან თავად უფალი ამბობს, რომ ოფლითა პირისა შენისა და სჭამდე შენ პურს. ასევე წმინდა წერილში წერია, რომ ვისაც შრომა არ უნდა, მაშინ ნურც ჭამს. ესე იგი, აი ამ გამონათქვამში, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ დღეს, დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვას პირველად, რომელსაც იყენებს უფალი იესო ქრისტე. ეძიეთ პირველად სასუფეველი ღვთისა და მისი სიმართლე. და სხვა ყველაფერი თქვენ შეგემატებათ. ჩვენ კი ვიმეორებ, პირველად ვეძიებთ
რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რით შევიმოსოთ, როგორ მოვიპოვოთ მატერიალური კეთილდღეობა და შემდეგ უკვე ღვთის სასუფეველს და შედეგად რას ვღებულობთ, რასაც ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, რომ როდესაც ადამიანი ამ ყველაფერს ეძიებს მიისწრაფის ამის მოპოვებისკენ, ხშირად ხდება, რომ ვერ ირგებს ამას. უпростоრეთ, როდესაც ამისკენ ისწრაფის ღვთის სასუფევლის ძიების გარეშე. როცა ეცხდება მისი ცხოვრების მიზანი, პირველადი მიზანი, ვერ ირგებს ხოლმე ამას. აი, როგორც ხალხში ამბობენ, ყელში ეჭხირებაო. ხოლო თუ ჩვენ პირველად ვეძიებთ საღვთო სიმართლეს და სასუფეველს, მაშინ ეს ყველაფერი ჩვენ მოგვეცემა ღვთისგან, ისე როგორც საჭიროა. იმდენი, რამდენიც საჭიროა. მოგვეცემა საკვებიც, სასმელიც, ტანსაცმელიც და სხვა ფასეულობებიც, რომლებიც დაგვაკმაყოფილებენ ჩვენ, რაც საკმარისი იქნება. აი, ასე არის მაგალითად სხვა ფასეულობებთან მიმართებაში, რასაც ჩვენ ვქმნით მაგალითად საზოგადოებრივ ცხოვრებაში თუ პირად ცხოვრებაში. რა უფრო მნიშვნელოვანია? საჭმელი, სასმელი და ტანსაცმელი თუ ღვთის სიმართლე? რა თქმა უნდა, ღვთის სიმართლე, არა? და რა უფრო მნიშვნელოვანია? ცივილიზაცია, კულტურა და ყველაფერი ის, რასაც კაცობრიობა ქმნის და ჩვენ ქმნით საზოგადოებრივ თუნდაც ცხოვრებაში, თუ ღვთის სიმართლე? რა თქმა უნდა, ღვთის სიმართლე აღმატებულია და უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ეს ყველაფერი. და აი, ჩვენ თუ ასე მიუდგებით, მაშინ ღმერთი ყველაფერს მოგცემს. ყველა ამ ღირებულებას სულ სხვა აზრი და ფასი ექნება. და ეს მოგვანიჭებს ჩვენ მშვიდობას და სიმართლეს, სიხარულს სული წმინდაში. აი, ძვირფასო ძმებო და დებო, დავფიქრდეთ ამ ყველაფერზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და შეგვეციოს უფალი, რომ როგორც ამბობს იგი, პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს და მაშინ ეს ყველაფერი მოგვეცემა ჩვენ და პირველ რიგში მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან და მოგვეცემა სიმართლე, ჭეშმარიტება, საღვთო. და სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ რა არის აუცილებლად? სიხარული სული წმინდაში. და ეს სამი, რაც მე დავასახელე, არის სასუფეველი ღვთისა, რომელზეც უფალი ამბობს, რომ ჩვენში უნდა ვეძებოთ ის. რა თქმა უნდა, სასუფეველი ღვთისა არ არის მხოლოდ ჩვენში. ჩვენს გარეთაც არის, მაგრამ პირველ ყოვლისა ის ჩვენშია. და აი, ღმერთმა მოგცეს მადლი და წყალობა, რომ ღირსი გავხდეთ ჩვენში ამ სასუფევლის პოვნისა, უფალ იესო ქრისტეს მადლით და კაცთმოყვარებით, რომელსაც ჩვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სული წმინდით ურთ, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.